ვუტარებ სასწავლო ხელოვნების მასტერ კლასსაც. ეს აუცილებელია ნებისმიერი საჯარო პირისთვის, ვინც ემსახურება თეატრს, ვინც არის არტისტი, მომღერალი, მოდელი, თუ ასე შემდეგ, სწორად წარმოაჩინოს თავისი თავით, უკეთესი პრეზენტაცია დააკეთოს კამერის წინ, თუ საჯარო სივრცეში საკუთარი თავის. ეს აუცილებელია ყველა არტისტისთვის, ყველა ხელოვანისთვის, ყველა მომღერლისთვის, რომ არ ვიყოთ დაკომპლექსებული კამერის წინ. აი ეს ყველაფერი უნდა ისწავლებოდეს. ჩვენ ახლა ვუყურებთ ხო მეტ გალას, ოსკარების დაჯილდოებას, სხვა გრანდიოზულ ფესტივალებს თუ კონკურსებს, თუ სატელევიზიო შოუებს, როგორც ხედავთ ძალიან ცნობილი არტისტები, მომღერლები, მსახიობები ინტერვიუების დროს. რაც შეეხება მიდგომას, ყველა ბავშვს ჩვენ ინდივიდუალურად ვეხმარებით, რომ დახვეწოს საკუთარი თავი, რა თქმა უნდა, ინდივიდუალიზმი უნდა წამოწიოს წინ და ამის ფონზე უკვე ჩვენ ვასწავლეთ ტექნიკას. თუ როგორ შეიძლება რომ ეს თითოეული დეტალი დაიხვეწოს. მიმდინარეობს ჩვენ სწავლება კამერის წინ, რა თქმა უნდა, წინ კამერები გვაქვს, რომ უკეთესი ახმოკ იყოს მოდელის, მსახიობის თუ ასე შემდეგ და ეჩვევიან მუშაობის ფონზე, ეჩვევიან კამერის წინ, თუ როგორ უნდა იპოზიორონ. იღებენ გომა, აი ესე კარგია. შეცვალეთ პოზირება, დიდი ფლახოს, ესე. როგორ უნდა გაიღიმონ, როგორ უნდა წარმოაჩინოს საკუთარი თავი, საკუთარი ვიზუალი. ეს აუცილებელია, რომ ისწავლებოდეს ნებისმიერ საჯარო პროფესიონალურ სასწავლებელში და სწორედ პრაიმ ბიზნეს მენეჯმენტი და პრაიმ დევი გვაქვს ამ საშუალებას, რომ აი ეს პროგრამა, რასაც ქვია სასწავლო ხელოვნების შემოთავაზება. აუდიტორია, ხო? აუცილებლად უნდა მივიაროთ თავი და არა სხეული. და მაქსიმალურად საგანძურებს მივიყვანთ. საგანძურებს ვიშვებს ჩვენი არეალი. მიუხედავად იმისა, რომ მე სამოდელო სფეროს ვემსახურები, ეს არ არის მხოლოდ მოდელებისთვის ეს პროფესია განსაზღვრული. აი მაგალითად გავიხსენებ მე დეტალს, როდესაც საქართველოში დავბრუნდი, შენიშნა ტელევიზიებში დიდი დოზით არის აი ამის პრობლემა, რომ წამყვანმა არ იცის როგორ უნდა წარმოაჩინოს საკუთარი თავი. აი მეტყველების და რესპონდენტის როცა უღებს ინტერვიუს, ძალიან ბევრი მოხრილი, მოკუზული ზის, ვერ წარმოაჩენს საფრანგულ თავიანთ თავს. ასევე არ არის ეს მხოლოდ მოდელების, ნებისმიერი ტელევიზია იქნება, არტისტი იქნება, თუ ნებისმიერი სხვა საჯარო პირი, თუნდაც პოლიტიკოსი, აუცილებელია რომ იცოდეს სასწავლო ხელოვნება, უკეთესად წარმოაჩინოს თავისი თავი კამერის წინ და თავისი პრეზენტაცია მოახდინოს სრულფასოვნად. ეს აუცილებელია ყველა საჯარო პირისთვის.